მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. ახლა დამიბადა სურვილი რომ ჩამეწერა თქვენთვის გაშლა. და მიუძღვნა ეს გაშლა იმ ადამიანებს, ვინც ახლა არის მოწყენილი. ვისაც ახლა აი რაღაც თითქოს რაღაც უღიმღამობამ შემოუტია, უიმედობამ შემოუტია, ან რაღაც მოწყენილია და ვერ ხედავს სიფერადეს მის ცხოვრებაში, ხო? ან ფიქრობს, რომ აი რაღაც ნაკლებად მგონია რომ რაღაც ეს ახლა რომ მოხდეს, ან რაღაც ასეთი, ხო? აი ერთი სიტყვით, ვისაც გჭირდებათ რაღაც დადებითი ენერგია, პოზიტივი, мотивация, ეს გაშლა არის თქვენთვის. იქნება ერთპოზიციანი გაშლა, საჯარო გაშლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შესაძლოა თქვენ გაიგონოთ, დაიჭიროთ, დაინახოთ სიმბოლოების მიხედვით, რაც კარტებზე ასახული, რაღაც ისეთი, რამაც დაგეხმაროთ, ხო? ამ კონკრეტულ ეტაპზე თქვენი ცხოვრების. და რა თქმა უნდა, უბრალოდ ისე ამ ვიდეოს არ გახსნით და უბრალოდ მიზეზის გარეშე ეს ვიდეო არ შეგხვდებათ. გასაგებია რომ არსებობს ალგორითმი, მაგრამ ასევე არსებობს ისიც, რომ უმიზეზოდ არაფერი არ ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ასე რომ თუ აქამდე მოხვედით და ეს გაშლა გახსენით, ესე იგი ამისთვის არსებობს მიზეზი და ვფიქრობ, აქ იპოვით რაღაც მინიშნებას, სიტყვას, სიმბოლოს, პასუხს, ინსპირაციას, არ ვიცი, ვისთვის რა, insights, რამაც შესაძლოა ახლა დაგეხმაროთ, ან რაღაცაზე დაგაფიქროთ, ხო? ასე რომ დავიწყოთ. ასევე კიდევ ერთხელ გაშლა საჯაროა, ბუნებრივია, შესაძლოა რეზონირდეს ყველაფერი 100%-ით, შესაძლოა რაღაც ნაწილი რეზონირდეს, შესაძლოა ერთი სიტყვა დაიჭიროთ და ამან დაგეხმაროთ, შესაძლოა არ რეზონირდეს, რადგან გაშლა არის ზოგადი და საჯარო. ასევე უფრო მეტი დეტალური ინფორმაციისთვის და ვისაც გექნებათ სურვილი, რომ რაღაც ინდივიდუალურად განვიხილოთ თქვენი სიტუაცია, მაშინ გელოდებით ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიაზე. ჩვენ კი დავიწყოთ. მოდით ვნახოთ ახლა ხო თქვენი ცხოვრების აი ამ ეტაპზე, დღეს გაშლას ვიწერ საწოლზე, ასე რომ იმიტომ ცოტა აქ რბილად არის. ვნახოთ ახლა აი რა ხდება ახლა თქვენ ცხოვრებაში, ხო? აი რა ხდება? ეს არის სიგნიფიკაცია იმისათვის, რომ მიხვდეთ, თქვენი არის ეს პოზიცია. რა ხდება ახლა თქვენ ცხოვრებაში? რა ხდება ახლა თქვენ ცხოვრებაში? რა ხდება ახლა თქვენში? რა ხდება ახლა თქვენს ცხოვრებაში? სიახლე, პირველ რიგში, ახლა ჩამოვწევ თქვენს ცხოვრებაში, პირველ რიგში, ახლა ხდება ზუსტად ის მომენტი, როდესაც რაღაც ძველის დასრულება ხდება. რაღაცის დანახვა, რაღაცაზე შეხედვა და ამ რაღაცის გაშვება. ზოგს შესაძლოა ახლა რაღაც ეცვლებოდეს ბევრი რამ ცხოვრებაში, ან რაღაც კონკრეტული საკითხი გეცვლებოდეთ, ან თქვენში იცვლებოდეს რაღაც, რისი გაშვებაც აი ჭირს, რთულია, შესაძლოა აი ეპოტინებით ამ რაღაცას ბოლომდე, ხო? ვიღაცებმა შესაძლოა უკვე გაუშვეს და აი პროცესში არიან, რომ დახურონ, всё, დაასრულონ რაღაც საკითხი. ურთიერთობა დაასრულონ, სამსახურიდან წამოვიდნენ, არ ვიცი, გადაწყვეტილება მიიღონ საბოლოო, ხო? ბევრნაირი ინტერპრეტაცია შესაძლოა იყოს აქ, მაგრამ აქ ყველა თქვენგანი აირჩევს იმას, რაც მისთვის ახლოსაა, ხო? ბუნებრივია იქიდან გამომდინარე, თუ რა სიტუაციაც არის ახლა თქვენ ცხოვრებაში. ახლა ზოგადად ხდება რაღაცის გაშვების რაღაცის გაშვება, ასე უფრო სწორია, რაღაცის გაშვება თქვენ ცხოვრებაში. ისეთი რაღაცის, რასაც თქვენ უკვე ხედავთ, რომ აი, всё, ეს აღარ მუშაობს. всё, დროა რომ გავუშვა, ხო? აი პირველ რიგში მთავარი არის აქ ეს მომენტი. ვინ რას უშვებს? ეს უკვე ინდივიდუალური საკითხია ბუნებრივია, იმიტომ რომ გაშლა ზოგადია, მაგრამ აი ეს არის ესეთი ცენტრალური, რაც ახლა ხდება თქვენ ცხოვრებაში. რაღაცის ცვლილება, რაღაცის გაშვება, რაღაცის დახურვა. შესაძლოა ეს იყოს მატერიალური რაღაცა და შესაძლოა ეს იყოს შინაგანი რაღაცა, ხო? ფსიქოლოგიური რაღაცა, ემოციური რაღაცა, რასაც ჩვენ ვერ შევეხებით ხელით, მაგრამ ვგრძნობთ შინაგანად, ხო? აი ცვლილება, მაგრამ აქ არ არის მარტივი ცვლილება. ეს ცვლილება რომ განვახორციელოთ, ან როდესაც ეს ცვლილება იწყება, ეს არის სტრესი ჩვენთვის, ხო? სტრესი, რთულია გაშვება, რთულია მიღება, რთულია დანახვა.
და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გაშვება ამისი და წერტილის დასმა, ხო? ეს. თუმცა რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები ხორციელდება სასიკეთოდ ჩვენთვის და ჩვენი ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ უმისესოდ არაფერი არ ხდება. კარგი, ვნახოთ თქვენში რა ხდება ახლა. თქვენში რა ხდება? აქ რა ხდება და ჩვენ გავდივართ რაღაც დადებით? ხო, აქ რა ხდება? აი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ახლა ჩვენ ცხოვრებაში ხდება, ამას რა თქმა უნდა ზეგავლენა აქვს ჩვენზე და ჩვენში ხდება შემდეგი. ჩვენში ხდება, ხდება არა, წამოვიდა, ამოვიდა ზემოთ ჩვენში შიშები, შფოთვები. ვიღაცას შესაძლოა აქვს შფოთვა საკუთარ თავთან დაკავშირებით, რომ აი რას მივაღწიე, შევდექი, ან ძალიან აქტუალურია ბევრისთვის აქ საკუთარი თავის შედარება სხვა ქალებთან მაგალითად, ხო? ვინამაც მიაღწია რაღაც წარმატებას, ან რაღაც შექმნა და თქვენ რო ადარებთ საკუთარ თავს. აი სოციქსელებში მაგალითად, მთელი სოციქსელი ამაზეა, რომ აი სკროლავთ ის მოგზაურობს, ის დაქორწინდა, იმას შვილი ყავს, იმას შვილები ყავს, ამან ბიზნესი გახსნა, იმან ის გააკეთა, ამან ეს გააკეთა და ამას ყველაფერს ჩვენ ვხედავთ, მაგრამ ეს ყველაფერი არის მხოლოდ სოციქსელები. უბრალოდ ვხედავთ. შესაძლოა ეს მხოლოდ ფასადია, შესაძლოა კი არა უმრავლეს შემთხვევაში უბრალოდ ფასადურია ეს ყველაფერი და ამის უკან ახდება ჩვენ წარმოდგენა არ აქვს. ამიტომ აქ არის შემდეგი მომენტი, ჩვენ შესაძლოა ვადარებდეთ ჩვენს მიღწევებს, ჩვენს თავს სხვებს. სხვა ქალებს, რადგანაც აქ დედოფლის არკანი ამოგოვიდა, მაინც უფრო ფემინური ენერგია, ხო? თუმცა, რა თქმა უნდა, გენდერზე აქ მაინც აქცენტს არ გავაკეთებ. მიუხედავად თქვენი გენდერისა, მოარგეთ თქვენ სიტუაციას, ხო? იმ კუთხით, რა კუთხითაც იგრძნოთ. აქ ჩვენში მოდის შიშები ჩვენ თავთან დაკავშირებით. აი, რამდენად შევძლებ რაღაცას, რამდენად გამომივა, რამდენად წარმატებული ვარ. მე მგონი საერთოდ არ შევდექი კომპლექსები საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით, ხო? აი, ის უკეთესია, მე ნაკლები ვარ, ან მე საერთოდ არ მომწონს ჩემი თავი, ჩემი ცხოვრება არ მომწონს, საკუთარი თავის გაუფასურება, გაკრიტიკება, უფრო ბევრის მოთხოვა საკუთარი თავიდან. ეს ერთი ვარიაცია. მეორე ვარიაცია, აქ შესაძლოა იყოს ის, რომ კი, ამ ყველაფერს შესაძლოა გავდიოდი, მაგრამ ახლა აღარ გავდივარ, იმიტომ რომ ახლა ჩემ თავთან დაკავშირებით შევცვალე დამოკიდებულება და უფრო მეტი მიმღებლური გავხდი საკუთარი თავის მიმართ. უფრო მეტად გავეცანი ჩემს შიშებს, ჩემს მაგალითად ისეთ ბნელ მხარეებს, უფრო მეტად ვუსმენ ჩემს ინტუიციას, აღარ მეშინია. უფრო მეტად ვუგდებ ყურს საკუთარ შინაგან ხმას, მივყვები ჩემს შინაგან ინტუიციას, ხო, აი ეს. ვიღაცასთან შესაძლოა ეს ორივე ასპექტი იყოს, რომ კი, მე ვადარებ საკუთარ თავს სხვა ადამიანებთან და ეს არის, ასე რომ ვთქვათ, მთელი პროცესი, ხო, ეს არ არის ის, რომ აი მოხდა და დასრულდა. შესაძლოა მე გავდიოდე ამ პროცესს, მაგრამ პარალელურად ამ პროცესს რო გავდივარ, ვცდილობ რომ განვითარდე და აი ამ საკითხებზე ვიმუშაო და კი არ შევადარო საკუთარი თავის ხვებს, არამედ პირიქით გავხსნა ის ოქროულობა, რაც ჩემში არის ჩადებული, ის რესურსი, რაც ჩემში არის ჩადებული, ხო? უფრო მეტად გავშალო ეს საკითხები, უფრო მეტად ჩავიხედო ამ საკითხებში. ასე რომ აქ ძალიან დიდი შინაგანი ცვლილებები ხდება ახლა თქვენში, რაც, ასე რომ ვთქვათ, სარკისებრივ ეფექტს წარმოადგენს, იმიტომ რომ გარედანაც ეს არის, შიგნიდანაც ცვლილებაში, მაგრამ უფრო პირიქით, უფრო სწორად რომ ჩამოვაყალიბო, შინაგანაც ცვლილება, გარედანაც ცვლილება, იმიტომ რომ შინაგანად არის ცვლილება, ხო? აი, ერთი სიტყვით ეს პროცესები არის აქ. თუ რეზონირებს თქვენთვის ეს ყველაფერი, რაზეც მე 8 წუთია უკვე ვსაუბრობ, ესე იგი, ეს არის და ეს გაშლა თქვენთვის არის, ნახდათ, ხო? თუ გრძნობთ ეს და აგრძელებთ მოსმენას. თუ არ რეზონირებს, ბუნებრივია. უსმენთ სხვა გაშლას. კარგი. ეს ახლა გავწიოთ და გადავიდეთ სხვა საკითხზე, ხო? რა ისეთი მნიშვნელოვანი ხდება სინამდვილეში ახლა თქვენ ცხოვრებაში, რასაც აი სამყაროს სურს, რომ ამაზე გაამახვილოთ თქვენი ყურადღება, ხო? რა არის ეს, რაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ხდება თქვენ ცხოვრებაში და სამყაროს უნდა, რომ აი შეგახედოთ, რომ აი ეს არის, ხო? აქ ძალიან ბევრი გადის
ასე რომ ვთქვათ, განთავისუფლების მომენტს. თავისუფლდებით შიშებისგან, კომპლექსებისგან, სხვადასხვა სახის დამოკიდებულებებისგან, მიჯაჭვულობებისგან, ტყუილისგან, ასე რომ ვთქვათ, მოკვეთა ყველა იმ ეშმაკის არკანი დაგუჯდა, ყველა იმ ეშმაკური, ბნელი ასპექტის, რაც ჩვენ გვითრევს დაბალ ვიბრაციებს, რაც ჩვენ არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ წინ წავიდეთ და განვითარდეთ, ხო? ბუნებრივია, რადგანაც გაშლა საჯარო, აქ შესაძლოა ყველასთან სხვადასხვა რაღაცა იყოს, ეს დევლის არკანი, იგივე ეშმაკი, ხო, შესაძლოა ვიღაცასთან ეს იყოს რაღაც სამკუთხედი ურთიერთობა, ვიღაცასთან სამსახური, ვიღაცასთან ცხოვრების პირობები, ქვეყანა, საცხოვრებელი ადგილი, სწორად რომ ვთქვა. და რა ვიცი, უამრავი რაღაც, ვიღაცასთან კომპლექსები, შინაგანი კომპლექსები, ხო? ასე რომ ეს მომენტი არის ახლა თქვენს ცხოვრებაში ისეთი მთავარი, რაზეც სამყარო შუქს გინათებთ, ასე რომ ვთქვათ, რომ აქ, ეს არის ახლა მნიშვნელოვანი მასშტაბი ამ ეტაპზე შენი ცხოვრების. ესე იგი, აქ ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის მთავარი არის ამ რაღაცეებიდან, ამ მძიმე მომენტებიდან ამოსვლა, ხო? ამ მძიმე მომენტებიდან ამოსვლა, სადაც შესაძლოა ახლა მაინც ვიმყოფებოდეთ და განვიცდიდეთ, ამ ყველაფერს ახლა შესაძლოა განვიცდიდეთ ძალიან, ბევრს ფიქრობდეთ, რთული იყოს ჩვენთვის ეს ყველაფერი. ძალიან ტრანსფორმაციული მომენტები ხდება ახლა თქვენ ცხოვრებაში და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი. ეს არ არის მარტივი, რომ ამ ყველაფერს გავუსწოროთ თვალი და დაინახო პერსპექტივა, იმიტომ რომ გგონია, რომ всё, ეს ყველაფერი ხდება და ამიტომ მე ჩავრჩები ამ ყველაფერში და ეს უსასრულობამდე გაგრძელდება. არა. ეს ხდება იმიტომ, რომ მოიკვეთოს ნაგავი თქვენი ცხოვრებიდან, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ისე პირდაპირ რომ ვთქვათ და უხეშად, რომ ეს ნაგავი გავიტანოთ, გავიდეს ეს ნაგავი ჩვენი ცხოვრებიდან, რომ ამოვისუნთქოთ და ჩავისუნთქოთ სუფთა ჰაერი. ეს ხდება ახლა თქვენ ცხოვრებაში. აქ შესაძლოა ისიც იყოს, რომ რაღაც ცხოვრებამ თვითონ მოიტანოს და თვითონ დაგანახოთ, რომ ეს გიშლის ხელს. ხო, მაგალითად ნახეთ, ადამიანი აქ დგას და ცდილობს, რომ რაღაცა გაცუროს წინ, უფრო მეტი მშვიდი ჰორიზონტებისკენ, იმიტომ რომ აქ ჩვენ ისეთი გვაქვს, ხო, წყალი არ არის მშვიდი. ხელავს ნელ-ნელა და წინ არის აბსოლუტურად შვიდი წყალი, ხო? ერთი ტალღის გარეშე, მაგრამ იქამდე რომ მივიდეთ, შესაძლოა იყოს აქ კონკრეტული ადამიანი, ვინც ხელს გვიშლის, ან ჩვენი შიშები, ან ამ სუბიექტის სახით იყოს მაგალითად, ამ ნახატში ეს არის ადამიანი, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში შესაძლოა ეს იყოს ობიექტი, ხო? მაგალითად ჩვენი შიში, არამატერიალური ობიექტი, რა თქმა უნდა. ან პირდაპირ მატერიალური შესაძლოა იყოს, ხო, ჩვენი შიში, ჩვენი კომპლექსები, ჩვენი შფოთვები, ჩვენი ნეგატიური აზროვნება, ნეგატიური აზრები უფრო სწორად, უიმედობა, დეპრესია და რავი, 1000 რაღაცა, რაც გვაბრკოლებს ჩვენივე ბედნიერების გზაზე, ხო, რომ მიგავცუროთ იქ, სადაც უფრო მეტად მშვიდად ვიქნებით, ხო? და ახლა ცხოვრებამ შესაძლოა დაგვანახოს ეს, რომ ეს გიზის ნავში და სანამ ესენი გაქნა შენს ნავში, სანამ ეს ყველაფერი არის შენს ცხოვრებაში, ვერ წახვალ წინ, იმიტომ რომ გეშლება ხელი და გვაჩვენებს ამ ყველაფერს ცხოვრება, ხო, სხვადასხვა მოვლენების სახით, სიტუაციების სახით, პირდაპირ ასე გვატაკოს შეიძლება სახეში ეს ყველაფერი. ან ჩვენ თვითონაც შესაძლოა დავინახოთ და დადგეს აღიარების ჟამი, აღიარების მომენტი, როდესაც ჩვენ ვუსწორებთ სიმართლეს თვალებს. ეს სიმართლე არ არის დიდად სასიამოვნო, მაგრამ ამ სიმართლის აღიარება და დანახვა ჩვენ დაგვეხმარება. ხო, ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი ახლა, რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში. ეს არ არის მარტივი, რა თქმა უნდა, მაგრამ სასიკეთო და ბევრად, ასე რომ ვთქვათ, შემამსუბუქებელი იქნება თქვენი ცხოვრებისთვის და თქვენთვის. კარგი. სინამდვილეში, ხო, რა ისეთი ნათელია ახლა თქვენ ცხოვრებაში, შესაძლოა რასაც ჩვენ ვერ ვამჩნევდეთ, ხო, რა არის აქ ისეთი, რაც პენტაკლების მეფე აქ არის ადამიანი თუ სიტუაცია? ადამიანია. ხო, აქ ასე ვიტყვი მე, რადგანაც ეს გაშლა აქ ჩვენთან არის საჯარო,
აქ ასე ვიტყვი. ზოგთან კარჩანს ხანდახან კარტები, იმიტომ რომ შუქი სხვანაირად ეცემა. ხო, აი ზოგთან ნათელი ზუსტად ის არის, რომ ზოგ ადამიანთან აქ თქვენ ცხოვრებაში არსებობს პიროვნება, ვინც არის აი სანდო, სტაბილური, შესაძლოა ეს იყოს თქვენი სასიყვარულო პარტნიორი, ხო, რაღაც რომანტიული კუთხით, ან არარომანტიული კუთხით ნათესავი ახლო ადამიანი, მეგობარი, ხო? ვისაც თქვენ ენდობით, ვინც თქვენს გვერდით არის ამ ყველაფერში, ვისი დახმარების იმედიც გაქვთ და მარტო არ ახართ, ხო? ეს ადამიანი თქვენს გვერდით არის. ეს ერთი. მეორე, პირიქით შესაძლოა თქვენ როგორც იქნა იცით როგორი ადამიანი გინდათ გვერდით, როგორი მამაკაცი მაგალითად გინდათ თქვენს გვერდით რომ დაინახოთ და ის მამაკაცი ვინც იდეაში არ არის პენტაკლების მეფე და არის გადატრიალებული, ან არის უპასუხისმგებლო, ინფანტილური, არ უნდა სერიოზული ურთიერთობა, არ გააჩნია რესურსი, რომ რაღაც ესეთი ხანგრძლივი შექმნას თქვენთან ერთად, რომ აი ასეთი ტიპის მამაკაცთან განთავისუფლდით და ასეთი ტიპის მამაკაცთან დაასრულეთ ყველაფერი და ახლა იცით ვინ მინდა როგორ და რანაირად და всё, არანაირი არასტაბილური მამაკაცები აწი აღარ იქნება ჩემს სასიყვარულო სფეროში, ხო? ვიღაცასთან შესაძლოა ეს მნიშვნელობა იყოს აქ. კარგი. ერთი სიტყვით, აქ ის რომ მეორე ინტერპრეტაცია ვისაც მოგდით ახლოს, ხო? თქვენ სიტუაციებთან. ესე იგი აქ თქვენ განთავისუფლდით აი იმ რაღაც არასტაბილური სიტუაციებიდან თქვენ სასიყვარულო სფეროში, შესაძლოა ზოგადადაც კი აი ასეთი მამაკაცების სახეობა ან მამაკაცების არა და ქალბატონების, ხო, გაჩნია ვინ ისმენს და ვის რა გაინტერესებთ. განთავისუფლდით აი ამ უპასუხისმგებლო ურესურსო ადამიანებისგან, რომლებიც პირიქით გაყოვნებდათ და ვერ გაძლევდათ და ვერც მოგცემდათ იმას, რასაც თქვენ ეძებთ მაგალითად. კარგი. აი რა ეტაპზე გადახვალთ, როდესაც აი ეს მნიშვნელოვანი მოვლენა რა, ეს პროცესი, რაშიც ახლა ხართ, ჩათავდება, ხო, რა ეტაპზე გადახვალთ. აქ ეტაპი რა ეტაპია? სადაც ბევრ ამას დაინახავთ მაგალითად აი ასე რომ ვთქვათ სიმართლის შეხედვის ეტაპი. აქ უფრო ეტაპი იმდენად არა, რამდენადაც აი გაგრძელება იმ ისტორიის, რაშიც ახლა ხართ, რომ გამოტანა დასკვნების გამოტანა იმ სიტუაციებიდან, ან სიტუაციიდან, რაც გადაგხვდა, რაც მოხდა, უფრო მეტად გაღრმავება კავშირის საკუთარ აი შინაგან მესთან, უფრო მეტი კავშირი საკუთარ ინტუიციასთან. აი თითქოს ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება თქვენ ცხოვრებაში, შედეგად ეს ყველაფერი მოგიტანთ იმას, რომ თქვენ უფრო მჭიდრო კავშირი გექნებათ საკუთარ თავთან და უფრო მეტად შეისწავლით საკუთარ შიშებს და უფრო მეტად დაინახავთ ამას. შესაძლოა ეს ახლა ჟღერდეს ვიღაცისთვის, ეს მე არ მაინტერესებს და რაღაც ბუდიალობა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს არის მთავარი ღერძი. იმიტომ რომ თუ მე ეს არ მაქვს, მე ბედნიერებას გარედან ვერავინ ვერ მომცემს. თუ მე შინაგანად არ მაქვს ეს. ხო? ასე რომ იცოდეთ, რომ ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ამბავი აქ. ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ამბავი, იმიტომ რომ მე თუ ამას დავინახავ, ესე იგი всё. მე აწი პირიქით, მხოლოდ უფრო ბედნიერად ვიცხოვრებ. შემიძლია ვთქვა, რომ ახლა აი უდიდეს მნიშვნელოვან ეტაპს გადიხართ, კი. ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს გადიხართ ახლა თქვენ ცხოვრებაში, სადაც არსებული სიტუაციები, შეხედულებები, წარმოდგენები, აი ეს ყველაფერი იშლება. აი აქამდე რაზეც იყავით მიჩვეული, ან რასაც ეპოტინებოდით, ეს ყველაფერი მიდის, მაგრამ მიდის იმიტომ კი არა, რომ სამყარო გსჯით, ღმერთი გსჯით და რაღაც გავსი, რა თქმა უნდა, არა. მიდის იმიტომ, რომ ეს არ არის სტაბილური, ეს არ არის თქვენთვის სასურველი, რეალურად ეს არ არის პერსპექტიული, ეს არ არის ის ნამდვილად ის, რასაც დაეღრდნობით, ან ვისაც დაეღრდნობით. ამიტომ ის, რაც არ არის ხანგრძლივი, ნამდვილი და სტაბილური და ხარისხიანი, ეს მიდის თქვენი ცხოვრებიდან, რომ მოვიდეს ნამდვილად სტაბილური და ხარისხიანი. რა საკითხსაც არ უნდა უკავშირდებოდეს, ხო? ზოგადად ეს მაისი ძალიან ისეთია მასშტაბური ყველასთვის.
ასტროლოგებიც ბევრი ძალიან ამას ამბობს, თან აქამდეც გავიმეორე და კიდევ ერთხელ გავიმეორდები, რომ ამ მაისში ორი სავსე მთვარეობა გვაქვს, რაც ძალიან იშვიათად ხდება და ძალიან ტრანსფორმაციული პერიოდია. ჩემს ინსტაგრამზე rilsიც დევს აი მაისთან დაკავშირებით, ხო, როგორი ენერგიებია ამ მაისში და ძალიან ისეთი მასშტაბური ტრანსფორმაციული ენერგიებია, რაც ჩვენს ცხოვრებას შეცვლის. რა თქმა უნდა, იმის მერე, რაც ჩვენ შინაგანად დავიწყებთ ამ ცვლილებებს. რა თქმა უნდა, მხოლოდ შემდეგ მარტო გარედან არაფერი არ მივა, ბუნებრივია. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი გამოვიყენოთ მაქსიმალურად დადებითად ჩვენთვის და არ შეგეშინდეთ. ეს არ არის, აი, ვინც ახლა გადიხართ რაღაც ისეთ დისკომფორტულ მოვლენებში ხართ და გადიხართ არც ისე კომფორტულ პროცესს თქვენ ცხოვრებაში, იცოდეთ, რომ ეს უბრალოდ პატარა ნაწილია რაღაც პატარა, რომელიც მალე ჩაივლის და დასრულდება. ეს არ არის მთელი თქვენი მთლიანი ცხოვრება, რომელიც უსასრულობამდე გაგრძელდება. მხოლოდ პატარა ნაწილი, რომელიც არის იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მაგარ საფეხურზე გადავიდეთ, გადავხდეთ. კარგი, მოდით ახლა მაშინ პოზიტიურზე გადავალ, ახლა მე კიდევ უფრო პოზიტიურზე გადავალ და ახლა ვიკითხავ, რა სასიხარულო გელით თქვენ, ხო? რა სასიხარულო გელით თქვენ? აქ ხმლების რაინდი პიროვნება არის თუ სიტუაცია, სადაც თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ ის, რასაც იმსახურებთ. სადაც გექნებათ შესაძლებლობა გაიმარჯვოთ, მიიღოთ ის, რასაც შესაძლოა აქამდე ვერ ღებულობდით, დიდხანს ელოდებოდით, ვიღაც ელოდებოდა შესაფერის პარტნიორს, ვიღაც ელოდებოდა მოგებას სასამართლოში, მაგალითად დოკუმენტებს, ან კიდე რაღაც ფინანსებს, ან ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხები ჰქონდა ვიღაცას, ხო? აი, გაჩნდა იქიდან აქტუალურობიდან, აი, რასაც ამდენი ხანი ელოდით, არ იყო შესაძლებლობა ან თითქოს რაღაც ესეთი შეგრძნება გქონდათ, რომ აი ჩაკეტილია ყველაფერი ენერგეტიკულადაც და რაღაც ჰორიზონტზე არაფერი არ ჩანს, ხო? აი აქ ახალი სასიამოვნო შესაძლებლობები გექნებათ, სადაც თქვენ ზუსტად იმას მიიღებთ, რასაც ელოდებოდით და რისი ღირსიც ხართ თქვენ. აქ მართლაც სასიხარულოა. კარგი. აქ მინდა ახლა მე ვიკითხო, აი რაზე გააკეთოთ ახლა აქცენტი, რაც მოგიტანთ უფრო მეტ პოზიტივს და უფრო მეტად დაგეხმარებათ. აი რაზე გააკეთოთ ახლა აქცენტი, რაც უფრო მეტად გაგახალისებთ და დაგეხმარებათ. ნუ აქ ძალიან პირდაპირი მესიჯი გვაქვს, არ ჩაიკეტოთ სახლში მარტო. აი არ გინდათ ეს ახლა მე ტრანსფორმაციას გავდივარ და მოდი მე არ გავალ არსად, არ გავალ სოციუმში, დაველოდები, როდის ჩაივლის ეს ტურბულენტური მომენტი და მე უკვე გასხივოსნებული გავალ გარეთ, ხო? ნუ რა თქმა უნდა, თუ გრძნობთ რომ ეს არის თქვენი გზა, რა თქმა უნდა. თუმცა აქ სასურველია რჩევის სახით, აქ კარტები უფრო გვაჩვენებენ იმას, რომ გამოდით კომფორტული ზონიდან და გეყოთ ლოდინი. თამამად, რისი გაკეთებაც აქამდე გსურდათ, გააკეთეთ. მაგალითად, აი, სულ მინდოდა სირბილის დაწყება, პირობითად, ხო? სულ მინდოდა სირბილის დაწყება და დღეს ხვალ და აი, ახლა ვარ რაღაც იმ ფაზაში, რომ აი, შინაგანად იმპულსი მაქვს, რომ მიდი, აი, ახლა არის ძალიან კაი მომენტი, გააკეთეთ. ვიღაცას უნდოდა ცეკვის დაწყება, ან გაგრძელება დიდი ხნიანი პაუზის შემდეგ, გააგრძელეთ. ვიღაცას სურდა რაღაც ვორქშოპები, სადაც მის სექსუალურ ფემინურ ენერგიას გააღვიძებ და გააკეთეთ, წადით. ვიღაცას სურდა ეზოთერულად განვითარება, ტაროს შესწავლა, ასტროლოგიაში უფრო სიღრმისეულად ჩახედვა, 1000 კიდევ მსგავსი თემა, ხო? აი ეს ყველაფერი ახლა არის დრო და მომენტი მოვიდა, რომ ეს თქვენი შინაგანი კვერთხების დედოფალი, ეს თქვენი იმპულსური, ცეცხლოვანი, კრეატიული, შემოქმედებითი და თავისუფალი ენერგია გამოუშვათ სამყაროში და გაყვეთ ამ ყველაფერს, ხო? გახსნათ თქვენში ეს უფრო მეტად, განავითაროთ, უფრო მეტად მომენტში, ხო, იფლირტაოთ, პაემნებზე წახვიდეთ, იკონტაქტოთ სხვადასხვა ადამიანებთან, რაღაც ისეთი გააკეთოთ, რასაც ვერ ბედავდით, ან რაც გინდოდათ და გრძნობთ, რომ ახლა დრო და შესაძლებლობა და მომენტი არის ამისთვის, ხო? უფრო მეტი ქმედება,
უფრო მეტი ქმედება, რომელიც მიმართულია საკუთარ თავთან დაკავშირებით, ხო? საკუთარ სიამოვნებასთან დაკავშირებით, სადაც თქვენ უფრო მეტად გადაიშლებით, აივსებით მზის ენერგიით, სითბოთის სიყვარულით, უფრო მეტად თავდაჯერებულები გახდებით, უფრო მეტად შეხედავთ თავს, რომ მე ასეთი ვარ, რა მაგარია, ხო? ეს ასეთი რაღაცები აქ უფრო მეტად დაგამოტივირებთ, გაგახალისებთ და ეს მომენტები უფრო მარტივადაც ჩაივლის თქვენთვის, ხო? უფრო სასარგებლოც იქნება. ასე რომ გამოვდივართ კომფორტული ზონიდან, არ ველოდებით, სანამ ვინმე ასე მოგვეკაკუნებს კარებზე და მოგცემს პენტაკლების ტურს ან მოგცემს შანსს, არამედ ჩვენ თვითონ მოქმედებთ. აქ იწყება თქვენით ყველაფერი აუცილებლად და აქ ასევე იოცნებეთ. არაჩვეულებრივია ახლა თქვენთვის მანიფესტაციები, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შედეგი გინდათ მიიღოთ თქვენს ცხოვრებაში. ამ ახლო მომავალში მაინც, ხო, ამ 3 თვის მერე როგორად ხედავთ თქვენს ცხოვრებას, შეიგრძნოთ ეს მომენტი, ხო, ჩამოაყალიბოთ კონკრეტულად და იმანიფესტიროთ, ხო, იმედიტაციოთ ამ კონკრეტულთან დაკავშირებით მაგალითად. ეს იქნება კიდევ ძალიან არაჩვეულებრივი. ესეც ძალიან დაგეხმარებათ, რომ თქვენ უიმედობიდან, გულის ტკენიდან გამოხვიდეთ, მოიჩინოთ თქვენი გული, უფრო მეტად ენდოთ სამყაროს და საკუთარ თავს. მესმის, რომ როდესაც ასეთი მომენტები ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ეს არ არის მარტივი. თუმცა იცოდეთ, რომ პირველ რიგში ეს არის თქვენთვის. ჩვენთვის არის ეს ყველაფერი, იმისათვის, რომ ჩვენ უფრო განვითარდეთ, უფრო მეტად წინ წავიდეთ, სულიერად, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურადაც, ხო, უფრო მეტად სხვა საფეხურებზე გადავიდეთ. კარგი. ახლა აქ კიდევ მინდა მე თქვენთვის დავამატო კითხვა და კარტიც, მესიჯი ახლა სამყაროსგან თქვენთვის. და ნახეთ, გადმომიტრიალდა აქ. ამასაც დავდებ აქ, გადმომიტრიალდა და ეს კარტი დადგა. და ბოლო კარტი. აქ ვისთვისაც აქტუალურია პარტნიორობა, პარტნიორის პოვნა, ესეთი პარტნიორის ის კი არა, ჟარგონულად ვიტყვი, ლიჟბი ბოიფრენდი მყავდეს, ეგ კი არა, არამედ ისეთი პარტნიორის, რომელიც თქვენი თანამგზავრი იქნება, თქვენს ცხოვრებაში თანამგზავრის პოვნა, ხო, ასეთი ადამიანი, ვისთვისაც ეს აქტუალური, რა თქმა უნდა, იცოდეთ, რომ იპოვით ასეთ ადამიანს. აქ იქნება ასეთი ადამიანი, ვისთანაც გექნებათ ღრმა ემოციური კავშირი და ვისთანაც ღრმა ინტელექტუალური კავშირი გექნებათ. ოღონდ ამისთვის აუცილებელია, რომ თქვენც განვითარდეთ და არ იყოთ ისე, რომ ახლა სწრაფად ამ წუთას ლოდინის მომენტიც არის აქ, ხო? მნიშვნელოვანი, რომ მოიცადეთ. ყველაფერი თავის დროზე იქნება. აქ არ არსებობს ლიმიტები, რომ 50-ის ვარ და აუცილებლად ვინმე უნდა მყავდეს, ან რა ვიცი 30-ის ხვდები და აუცილებლად ვინმესთან უნდა ვიყო, მარტო არ უნდა ვიყო, ხო? არა. ცხოვრებას არ აქვს ეს სტერეოტიპები, ეს ადამიანებმა შექმნა ეს სტერეოტიპული ბარიერი, ასაკის ბარიერები, ხო? არ არსებობს ეს. ეს ჩვენ თვითონ იქმნება. ჩვენ თვითონ კი არ იქნება სოციუმმა შექმნა და ჩვენს გონებაში უფრო მეტად ჯდება ეს სტერეოტიპი, რომ ეს ასე უნდა იყოს. არა. დაელოდეთ, მიყევით მოვლენებს და იცოდეთ, რომ აქ თქვენ მარტო არ იქნებით. მარტო რა გაგებით. წვილი ყველას გვყავს. ხო, ყველას გვყავს ჩვენი წვილი, უბრალოდ ეს ჩვენი მეწყვილე პარტნიორი მოდის ჩვენ ცხოვრებაში მაშინ, როდესაც ჩვენ მზათავართ ამისთვის, შინაგანად. და თუ აქამდე არავინ არ არის, ესე იგი არის რაღაც მომენტები, რაც ჯერ კიდევ ჩვენ გვაქვს იქ დასახვეწი, დასაკორექტირებელი, მისაღები, დასანახი და ასე შემდეგ. კიდევ დროა დახუროთ რაღაც თქვენ ცხოვრებაში, ხო? დროა გაატანოთ წარსული წარსულს. არ იცურაოთ იმ წარსულ ამბებში, არამედ დახუროთ. გაუშვათ წარსული ადამიანები, ხო? მაგალითად ადამიანები, ვისთანაც თქვენ გაიარეთ. გზა, მოხდა მოსახდენი, დასრულდა ისტორია, დროა რომ всё. გავუშვათ. არ ვეცადოთ ჩავეპოტინოთ იმას, რაც უკვე დასრულებულია. კარგი და ორაკულის დასტით რჩევა თქვენ. აქაც რჩევა იყო, რა თქმა უნდა და პლუს მესიჯიც, მაგრამ მოდით რჩევა თქვენ, რაც ახლა დაგეხმარებათ. Leave them
live in the moment. What you are looking for is with you. იცხოვრე ამ მომენტით. იცხოვრე აი ახლა ამ წუთას ამ მომენტით და რასაც შენ უკვე ეძებ, უკვე შენთან არისო. ამას გვეუბნება აქ ეს კარტი. ვიცხოვროთ ახლა და ამ წუთას, იმიტომ რომ ახლა და ამ წუთას აღარასოდეს განმეორდება. აი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი ამბობს ხოლმე სულ რომ ზოგადად ადამიანები ან მომავალში ვართ, ან წარსულში ვართ. ახლა ამ წუთას ყოფნა არის ყველაზე სასურველი ჩვენთვის, იმიტომ რომ მაშინ არის ნამდვილი ცხოვრება, მაშინ ვცხოვრობთ. ახლა და ამ წუთას. და იცოდეთ, რომ აი რეალურად რაცაც ეძებთ, თქვენთანაა და თქვენშია. აი ასეთი გაშლა იყო, გისურვებთ, რომ აი მაქსიმალურად დადებითად წარიმართოს ყველასთვის ეს გაშლა, ვისთვისაც რეზონირებს ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრე, ვისაც მოგეწონათ ბალანსის, ენერგეტიკული ბალანსის აღსადგენად, დასვეთ ლაიქი, ასევე დატოვეთ კომენტარი იმასთან დაკავშირებით, თუ აი როგორ რეზონირებს თქვენ ცხოვრებაში, რას ფიქრობთ ამ გაშლასთან დაკავშირებით და კიდევ რა საკითხთან დაკავშირებით გესიამოვნებოდათ და გაინტერესებდათ გაშლის ყურება და მოსმენა. წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ ყველას და მსურველებს გელოდებით ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. ასევე, ვისაც უფრო მეტად გაინტერესებთ ეზოთერიკა და არა მხოლოდ ეზოთერიკა, გელოდებით Instagram გვერდზე. ყველა ინფორმაცია, როგორ, სად და რანაირად მიპოვოთ, არის მოცემული ამ ვიდეოს ქვემოთ. წარმატებები ყველას და დროებით.